მოგესალმებით რადიო მსმენელებო. გთავაზობთ რუბრიკას ქალის ხმა. დღევანდელ გადაცემას გაუძღვები მე ნათია გამეზარდაშვილი. გადაცემის თემა ზრდასრულთა განათლება, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. მუდმივი განათლება, წინსვლა და პროგრესი აუცილებლად განაპირობებს ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას. უწყვეტი განათლება და მიზანსწრაფულობა ნამდვილად ახასიათებს ჩვენს დღევანდელ სტუმარს, ქალბატონ თამუნა დარბაიძეს, რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ქალბატონი თამუნა 8 შვილის დედა გახლავთ, ის შვილებს ნათელ მაგალითს აძლევს, თუ როგორ არასდროს არ უნდა შეწყვიტონ განვითარება და მიზნისკენ სწრაფვა. მოგესალმებით თამუნა, გვიხარია რომ ჩვენთან ხართ. მოგიყევით თქვენი ამბავი, სად დაიბადეთ, როგორი იყო თქვენი ბავშვობა, რა პროფესიული არჩევანი გააკეთეთ სკოლის დამთავრების შემდეგ და რატომ? გამარჯობათ, მე ვარ თამუნა. მე დავიბადე ბათუმში, გავთხოვდი კახეთში. ჩემი პროფესია არის სამხატვრო დავამთავრე, მოდელ დიზაინერი, ფერწერა. სკოლის შემდეგ ჩემი პროფესია ჯერ არ მქონდა მოცნობილი, მაგრამ როცა გავიგე რომ შემიძლია ხატვა, შემიძლია ხელოვნებას დავექვემდება, რომ მე დავამთავრე კოლეჯი ბათუმში, ნიკო ფიროსმანის სასწავლო კოლეჯი. ვერ მოვახერხე თბილისში სამხატვრო აკადემიის გაგრძელება, იმიტომ რომ გოგო ვიყავი და აჭარლებში ეგეთი წესია, გოგოს იმდენ უფლებებს არ აძლევდნენ. მე რო გავთხოვდი 8 შვილი შემეძინა, ყველას ჩემი ნიჭიც გამოყვა კიდეც, ჩვენი ნიჭიც უფრო სწორად, რაც მიხარია. ჩემი მეუღლეც მხატვარია, მეც და ოჯახი, რო ვთქვათ, ესე მოყვები ჩემ ხელობას. ოჯახი შევქმენი, როცა სამხატვრო, თითქმის 1 წელი იყო უკვე გასული, რაც ჩემი მეუღლე გავიცანი, ოჯახი შევქმენით. ჩემი პირველი შვილი, რო შეგვეძინა პირველი შვილი, ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო განცდა იყო, რომ დედა ხდები, შვილის უფლება გაქვს უკვე, მადლობა ღმერთს, რომ მყავს შვილი და ისეთი პრობლემები მქონდა, რომ მაჩუკა, მართლაც რომ უფალმა მაჩუკა ჩემი შვილი. და ამის მიუხედავად უკვე იმ ერთის ნაცვლად 7 კიდევ დამემატა, რაც ძალიან მიხარია, ძალიან მიწყობდა ჩემი ქმარი ხელს, ძალიან მაფასებს კიდეც უფრო სწორად, ძალიან უნდოდა მასაც შვილები, პრობლემა არ მქონია არანაირი, პირიქით, რაც უფრო მომამრავლებ და მომაშენებო, მითუ ჩემთვის ეს დიდი სტატუსიაო და პატივისცემაო, რომ კახეთშიო გამომყევი, მენდე, მოხვედი აქ, შვილებს მიზრდი, გვარს მიგრძელებ და ერთი სიტყვით ძალიან გვიხარია. კი არის, ყველა ოჯახში არის პრობლემებიც, გადამწყვეტიც, არა გადამწყვეტიც, სიხარულიც, სიყვარულიც, მაგრამ მადლობა ღმერთს უკვე 16 წელია ერთად ვართ და ვერ ვიტყვი ვერაფერს ისეც, რომ აი ვნანობ გათხოვებაზე მეთქი, ან ჩემ ხელობაზე, ან რაღაცაზე, არა, პირიქით, უფრო და უფრო ვივსებით და ვიმატებთ ცოდნას ცხოვრების მიხედვით და ყოველი წლის მიხედვით. აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ გყავთ 8 შვილი და ამის მიუხედავად არ წვეთ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას. მოგვიყევი ვინ არიან თქვენი შვილები და როგორ ანაწილებთ დროს 8 შვილზე ოჯახურ საქმესა და განათლებაზე? ჩემი შვილები არიან ვერიკო, დანიელი, ანა, სარა, ავთუკა, მერი, ანდრია და ესთერი, ყველაზე პატარა. ჩემი ყველაზე უფროსი შვილი 15 წლისაა, უყვარს ხელოვნების მხრივ უფრო ვიტყვი, უყვარს ფოტოშოპირება, ხატვა, ფერწერა, მოდელ დიზაინერების შექმნა თითქმის და ცდილობს, რომ ხელობას მიყვეს, რაც ხელობას ექვემდებარება. დანიელის უყვარს ძერწვა, თიხით, პლასტენილებით ისეთ რაღაცას გამოძერწავს, რომ თან ძალიან პატარა მეტალებისგანაც კი აწყობს ისეთ ფორმებს და ისეთ ფიგურებს, რომ მე ვერ ვაკეთებ იმ ყველაფერს. უყვარს მოქანდაკეობა და არქიტექტურა და აკეთებს მარკერებსაც კი. ანას უყვარს ფერწერა, ოღონდ ღია ფერების, ლამაზი ფერების და სულ ფერები რო იყოს და ფერები.
სარას უყვარს თოჯინების შექმნა, აკეთებს ქახალდებითაც, მატერიებითაც, ძივებით რაღაცებს აწყობენ, ასევე ხატვაც და ფოტოშოპირებაც, ეს ყველას უყვარს. მერის უყვარს, უფროსორად თავთუკას უყვარს, ჩვეულებრივად ხატვა, ეს დიდად არ იკლავს თავს. მერის უყვარს ფერწერა, თოჯინების შექმნა და მასაც ასევე ფოტოშოპირება, რომ ხატავს და სიამოვნებს ამ ყველაფერს რომ აკეთებენ ეს ჩემი პატარები, ძირითადად ეს 6 უფრო აქტიურობენ და პატარები უკვე ჯერ პატარები არიან. ყველაზე პატარა გოგო მყავს, ეს თერიკო და არის ჯერჯერობით წლინახევრის, თუმცა იგიც რაღაცებს ჭყაპნეს და თითქოს ფიგურები გამოდისო. ძალიან კმაყოფილები არიან, მეც ვცდილობ როგორც დედა და შეიძლება სხვა ნივთიდან ტანისამოსი ან რაღაცა არ ვიყიდო, ვცდილობ ვიყიდო. ხელსაქმის, ხელგარჯილობის ინსტრუმენტები, ფორმატები, რაც ექვემდებარება ამ სფეროს, ყველანაირად ვცდილობ, რომ ბავშვებს არ შეუზღუდო, რა განათლებაც, რა მოწოდებაც აქვს და რის სურვილიც გააჩნიათ, არ შეიზღუდონ თავი, ყველანაირად თვალებს ვხუჭავ ამ ყველაფრისთვის, მართალია დიდი ოჯახი გვაქვს და ესეთი რიარია ჩვენ სახლში, მაგრამ მაინც ვსაზღვრავთ დროს, ვცდილობთ რომ გავუყო ეს დრო ყველას, ვცდილობ რომ ყველას სიყვარული დავანახო და ვეუბნები თუ მაგალითად პატარას უფრო დიდ დროს ვუტოვებ, ეს იმიტომ რომ ის პატარაა და ბევრს ითხოვს ჩვენგან და ასევე განსაკუთრებით ჩემი უფროსი შვილი, მეორე დედიკოა ჩემი პატარა შვილისთვის და ეხლაც რომ მე ხელი მეწყობა და მოვდივარ ვსწავლობ თუ რაღაცას ვაკეთებ და რომ მოვხდი ამ სასიამოვნო ატმოსფეროში, ჩემი ქმრის და ჩემი უფროსი შვილის დამსახურება. მოგვიყევით, როგორ დაგეხმარათ ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი საკუთარი გეგმების განხორციელებაში. როგორც ვიცით, ახლახანს დაამთავრეთ ჭრაკერვის კურსი და მიღებული ცოდნის გამოყენებას რა ფორმით აპირებთ? ამ გათხოვების შემდეგ და ამ ყველაფრის მიუხედავად სადღაც 2 წლის უკან მე აქ ვისწავლე მსუბუქი ჭრაკერვის ფაკულტეტი, ეგეც იმ ინიციატივით, რომ ჩემი შვილი სწავლობდა, უფროსი შვილი სწავლობდა ჭრაკერვის მსუბუქ ფაკულტეტს. რომ გამოვყევი ჩემ შვილს და დავინახე, თუ მეც ვიკითხე, თუ არის შესაძლებლობა, რომ მეც ვისწავლო მეთქი, კიო არისო და ვისწავლე და ძალიან მომეწონა ეს ჭრაკერვის ფაკულტეტი, მაქვს მიდრეკილება, მქონდა მიდრეკილება. უბრალოდ ეს ახალ მექანიკასთან, საკერავ მანქანებთან ურთიერთობა არ მქონდა და ვიფიქრე გავიუმჯობესებ ცოდნას და რახან ჩემ მეუღლემ დამთანხმდა, რომ პრობლემა არ არის და მეც ამით უფრო მეტი ინიციატივა მომეცა და მეტი სურვილი მომეცა, რომ აი მე ვისწავლე კიდეც დავამთავრე, სერტიფიკატიც ავიღე მე და ჩემ შვილმა ერთად, ამ დროს არ მყავდა პატარა ბავშვები და არ მეშლებოდა ხელი ამითაც უფრო მეტად, ხო და ეხლა კიდევ რომ გავიგე, ვინც მე ჭრაკერობას მასწავლი და მარის ვეუბნებოდი, რომ მარი თუ იქნება კიდევ შესაძლებლობა და სწავლა კიდევ მინდა მეთქი, რომ უფრო და უფრო გავიუმჯობესო ცოდნა, იმდენად კარგი ადამიანია ეს მარიც და იმდენად სასიამოვნოა მასთან ურთიერთობა. დიდი სურვილი მქონდა, იმიტომ რომ არ მქონდა პრობლემა ოღონდ ვისწავლო რაღაცა და შევიძინო მეთქი, არც ქმრის მხრიდან, არც შვილების მხრიდან პრობლემა არანაირი არ მაქვს. ვიფიქრე, რომ კიდევ ვისწავლე თქო. მერე რომ გავიგე, მარიმ გამაგებინა ეს სერიოზული ჭრაკერვის ფაკულტეტზე, მარიმ გამაგებინა და მეც დავამთავრე უკვე ეს ჭრაკერვის ფაკულტეტი, ძალიან კმაყოფილი ვარ და ამ დამთავრებაში მეხმარებოდნენ ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი ასევე. უფროს გოგოს ევალებოდა ხოლმე პატარა ბავშვზე მიხედვა და დანარჩენი მომდევნო ბავშვებს ბოლო პატარებზე უფრო მეტად, ცოტა მოზრდილ ბავშვებთან და არანაირი პრობლემა არ მქონია ოჯახის მხრიდან. როგორც გავიგეთ, ქმნით ხელნაკეთ აქსესუარებს, გითხარით რისგან ამზადებთ მათ და ახერხებთ თუ არა მის რეალიზებას? მარტო მე არ ვაკეთებ, ჩემი შვილებიც მეხმარებიან, როგორც აღვნიშნეთ წინა შეკითხვებზე.
მეხმარებიან ჩემი შვილებიც დიდი წვლილი შეუდით ამ ყველაფერში და ჯერჯერობით რო ვთქვათ ესე მათ არ გამიყიდია არასდროს უფრო აი წვრიმანებს თან გქონდა ურთიერთობა და ეხლა ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ აი სერიოზული ხელნაკეთები გავაკეთო და მუშაობთ ბაფთებზეც ფორმატებზეც ძივებზეც რაც ხელსაქმეს შეეხება თითქმის ყველაფერთან მაქვს შეხება თიხის გარდა ძირითადად ვაკეთებთ აი რაც ჭყვიალა უფრო აი რაც მიმზიდველია უფრო ისეთ საგნებიდან ასევე ვაკეთებ აქსესუარებს საახალწლოდ უფრო აი მრავალფეროვნება სიხალის ახალწელზე 1000-ნაირი გაფორმება და დიდი გადაპრანჭულობა ახალწელს უფრო მოყვება ვიდრე სხვა რამეს იმიტომ დავამთავრე ეს ჭრაკერვის ფაკულტეტი რომ ძალიან მინდა მეც შევკერო საბანკეტო კაბები ღამის კაბები თუ რეალიზება არ იქნება მე იმდენი შვილი მყავს მე მაინც გამომადგება რას ეტყოდით ქალებს ვინც განათლების მიღება ვერ შეძლო სკოლის შემდეგ იმ ქალბატონებს რომელსაც ვერ მოესწრო ან თუნდაც სკოლის შემდეგ ეგრევე რომ ოჯახი შექმნეს ან შეაქმნევინეს და ვისაც სურვილი ქონდა რომ ესწავლა და ვერ ისწავლა ვეთყვი ყველას რომ თამამად უნდა გადაწყვიტონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უნდა გამოვიდეს უნდა გათვითცნობიერდეს უნდა გაიზარდოს მერე რა რომ ოჯახი აქვს მერე რა რომ ოჯახში რამე პრობლემა იქნება თუ სიხარული იქნება უკან არ უნდა დაიხიოს ვისაც რა აქვს გულში და ვისაც რის ნიჭი გააჩნია არ უნდა ჩაახჩოთ თქვენ გულში ყველა ქალბატონებს მოუწოდებ რომ გამოდით ისწავლეთ შეიძინეთ ბევრი ცოდნა ყველაფერი გამოგადგებათ თქვენ შვილების სხვისთვის თუ არა თქვენი შვილებისთვის მაინც ან თქვენი თავისთვის მაინც რომ ამით უფრო მეტ ინდივიდუალურობას უფრო მეტ თავდაჯერებულობას უფრო მეტ სიმტკიცეს და უნარჩვევებს შეიძენთ იმიტომ რომ სოფელში ვით უმეტეს დიდათ ყურადღებას არ აქცევენ მაგრამ რატო რისთვის უნდა დაიხიოთ უკან გამოდით ყველა მისწავლეთ მე მოგიწოდებთ მაგალითად დიდი სიხარულით რომ არ უნდა დაიწუწუნოთ თუ შეგიძლიათ ნიჭი უნდა გამოაჩინოთ და გაამჟღავნოთ ყველას უნდა გადასცეთ ბოლოსკენ რომ გითხრათ რა არის თქვენი სამომავლო გეგმები ჩემი სამომავლო გეგმები არის შევკერო კაბები აი როგორც ავღნიშნე საბანკეტო ღამის მქონდეს ისევე ხელნაკეთობებთან შეხება და მინდა რომ გავხსნა ბავშვთა გასართობი ცენტრიც ასევე დიდი სურვილი მაქვს რომ აი ამ ცენტრში შედის მაინც ხელოვნება მაინც უნდა ჩავდო შიით მიყვარს გაფორმებები ძალიან მომწონს სარიტუალო დარბაზების გაფორმება იქნება დაბადების დღის ცენტრების გაფორმება იქნება მაგიდების დეკორები იქნება ოთახის დიზაინები თუ რაც აი როგორ ავხსნა არ ვიცი რაც შეეხება ხელოვნებას და რასაც ჩემი თვალი და ხელი მიწვდება ყველაფერი მინდა რომ გავაკეთო მადლობა თქვენი ისტორიის გაზიარებისთვის სათემო რადიო თქვენ საქმიანობას მხარს უჭერს და დიდ წარმატებებს გისურვებთ უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო თქვენს ორგანიზაციას აქ მომუშავე პერსონაჟებს და ასევე მარის რომელიც მასწავლიდა ჭრაკერვას ძალიან მსიამოვნებს თქვენთან ურთიერთობა, თქვენთან ახლობლობა და იმედია მომავალში კიდევ რამეს ვისწავლი აქ. შეგახსენებთ, რომ ონლაინ სათემო რადიო შექმნას მხარი დაუჭირა გერმანულმა საერთაშორისო ორგანიზაცია DVV International. ფინანსური მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. DVV International-ს პარტნიორობას უწევს გერმანული სათემო რადიო Z, რომელიც პარალელურ რეჟიმში ქართულ სათემო რადიოებს გაუწევს კონსულტირებას. სათემო რადიოების მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას, მათი ხმის გაჟღერებას და გააქტიურებას. ჩვენს რადიოს ექნება საგანმანათლებლო დანიშნულება. მსმენელებს მივაწვდით ინფორმაციას ქალთა უფლებებზე, მათ პრობლემებზე, სხვადასხვა ცხოვრებისეულ გამოწვევებზე და მიღწევებზე. ზრდასრულთა ასაკში გადადგმულ ნაბიჯებზე, რომლის საშუალებითაც ქალებმა შეცვალეს თავიანთი და სხვა ადამიანების ცხოვრება. რადიო მსმენელებო, ამით დაგემშვიდობებით შევხვდებით ერთმანეთს სამშაბათს, ახალი და საინტერესო ისტორიით. ამასთანავე ყოველთვის გახსოვდეთ, რომ განათლება და განვითარება გვიანი არასდროს არის.
გახსოვდეთ, რომ თქვენც შეძლებთ და რისთვისაც იშრომებთ, ის აუცილებლად გამოგივათ.